დღე-დღე მსოფლიოზე მოგესალმებით და მოვედით კაი ფინალებით. ოთხმოცდაოთხმეტი ფინალი გვაქვს. გდება ამერიკაში ბეისბოლის სტადიონზე. მაგრამ ეს კალიფორნიაში პასადენაში. ხო, ეს არის ცუდი სტადიონია, ბეისბოლის სტადიონი, იქ ნიშნავს ყველაზე კარგ სტადიონს. ბეისბოლის სტადიონი ხო სხვანაირებია ხოლმე კინოებში. მოედანი, ხო. სტადიონი. ხო, ესეთი რაღაცა. ფორმა აქვს, ძაბრივი. ძაბრი. ამ თამაშს დაესწრო, არ დაესწრო პრეზიდენტი. ვა. მამა ბუში არის მაგდროს. და ელგორმა გადასცა თასი, ვიცე-პრეზიდენტი. რატო დაესწრო? საქმე ქონდა. ბავშვი არ გამოუშვა? საქმე ქონდა კი არა, მე მგონი რახან მეორე სანაპიროზე ტარდებოდა. კალიფორნიაში იქით. ხო, ძალიან შველი. და იმან იმღერა, რა ქვია, ვიტნი ჰიუსტონი. ვა, ფინალის. იტალიის ნაკრებში აქვთ სპეციფიკური პრობლემა. აბა? არავის არ უნდა 17 ნომერი. უცნაურია. იმიტომ წინა ჩემპიონატს ნახევარფინალში დონადონი რო გააფუჭა პენალტი, ეცვა 17 ნომერი. და გადაწყვიტეს რომ ნომრის ბრალი არის. რა თქმა უნდა. წილის ხდით განაწილდა ნომრები მოუწია რობერტო ბაჯოს. შეეშინდა არა რობერტო ბაჯოს, არამედ მწვრთნელს. და თქვა რომ თავიდან, სამი ფეხბურთელი ამოიღო. ხო. ბაჯო, კიდე ორი ვიღაცა რა. შეხვდა ალბერიგო ევანის. ხო. მაგრამ ფორტუნა ვერ მოატყუეს. იმიტომ რომ ევანი იმ 17 ნომრით გაიტანა პენალტი და ბაჯო ვერ გაიტანა. ვა, ნახე, ეს არის ბედმა დაცინა. კი. აცა და მიუშვა და მე დაცინა. ეს არის მე მგონი აი ესე მასიურად რო გამებივათენეთ, ხო? ევროპულმა საფეხბურთოს სამყარო. ხო. ჩილეშიც ალბათ იგივე ხდებოდა, მაგრამ მაშინ არის რეპორტაჟი. აქ ყველა თამაშის რეპორტაჟი ვიზახი. და აქ იყო ამ ჩემპიონატზე იყო პირველად გავიგეს იყო სოკერი. ხო, მეც. ბევრი რამე იყო აქ პირველად 0-0 ხო გითხარი პირველად პენალტების სერია პირველად. აქ ბრენდი ფეხბურთელები გამოაჩინა ამ ჩემპიონატმა რა, ვიღაც ფეხბურთელები ძალიან სწრაფად გამდიდებდნენ. რეკლამის ხალხი და ეს სტოიჩკოვი, რომარიო და ბაჯო, ეს სამი იყო ყველაზე გამორჩეული, თუმცა სხვებიც. ამ დროს უკვე ფეხბურთი მასობრივია და იმუშავა იმ ოპერამ და ეხლა უკვე ვიტნი ჰიუსტონმა და ამან და იმან და ფეხბურთელები და თან ამერიკას ახლა რეკლამები არ ეშლება. ამ დროს ფეხბურთში უკვე ეს დიდი მაყუთი ტრიო. ხო, დიდი ჭიშკარი გაიღო ფინანსური და მოდის ფული. ასევე მე რონალდინიო, კაკა, შევჩენკო და ანრი ამბობდნენ, რომ ჩვენი ბავშვობის თავარი საფეხბურთო მოვლენაა ეს იყო ეს. ეს ფინალიო? ჩემპიონატი და ეს ფინალი, ხო. ხედავ რა გავლენა აქვს. აბა. საძე ხო არ გვეთქვა ერთი ორი შანდორ პული. ხო, მაროკოელი. უნგრელი იყო შანდორ პული, ელიტური მსაჯი იყო მაგ დროს ჩემპიონთა ლიგის ფინალებზეც, ამაზეც, იმაზეც ხშირად ცხოვრობდა. მე მიიკარგა და მე გავრცელდა ინფორმაცია, რომ COVID-19-ით დაიღო. ანუ ეს ფეხბურთელი ხო ყავდა ლუკე, მსოფლიო ჩემპიონი, იმ მსხვერპლა და მსაჯი ეს გახლავთ. გადავიდეთ ფეხბურთელებს. მიდი. დავიწყოთ. ჯერ ვთქვათ, რომ აირტონ სენას ბანერით გამოვიდა ბრაზილიის ნაკრები. ცოტა ხნით პირველ მაისს სან-მარინოს კამპრიზე ის დაიღუპა. მარაბოლი იყო რა ესეთი ბრაზილიელი ბიბლია ქონდა იმ პატარა კაბინაში თუ რაშიც იჯდა. ბოლიდის მაში. ბოლიდში და ჩუმად ეხმარებოდა ბავშვებს. მე აღმოჩნდა მილიონზე მეტი აქვს ჩუმად მიცემ. ვა.
ისე კი არა ფონდი და ისე ბალა ფურშეტი და რაღაც. ბარემ თქვათ ვინც ახლა იწყებს ავტოსპორტში გარკვევასო მაგდროინდელი მთავარი მეტოქეები იყვნენ სენა და ალან პროსტი ფრანკი. და მაგის ბანერით დაიწყეს ბრაზილიელი. ეხლა გადავიდეთ მოედანზე ვინ არიან. დავიწყოთ წაგებულებით. კარში დგას პალიუკა, ჯანლუკა პალიუკა. თანაჟღერადი სახელი გვარი აქვს, ბავშვები ადვილად დავიმახსოვრეთ მაშინ. კი. და ეს სხვათა შორის პირველი იყო ვინც გააძევეს მსოფლიო ჩემპიონატზე მეკარეებიდან. ფინალში კი არა, საერთოდ ნორვეგიასთან გააგდეს. აქ ამ პენალტების სერიაში აუღო სანტოს. შემდეგზე აუღებს ლიზარაზუს ევროპის ჩემპიონატზე. მერე წავა ფეხბურთიდან. მერე იუვენტუსში წავა რაღაცად მეკარეების წვრთნელად თუ რაღაც. მე რაღაც პერიოდი 2008-ში იმდენი მეკარე დაიმტვრათ, რომ ბუფონის სათადარიგოდ ეს ცოტა ხანი გააფეხბურთელეს. არ მახსოვს ეგეთი. არ უთამაშია, სათადარიგოდ სკამზე იჯდა 51 წლის პალი 2008-ში. არა ბიჭო გეშლება. მე არ მახსოვს, კაი. კომენტარებში დაწერეთ, ეშლება თუ არა? სკამსაც უყურებდი? ყველაფერს უყურებდი იუვენტუსის მე. რაღაც თამაშებში, მთელი სეზონი არის და სანამ მეორე, მესამე ან მეოთხე მეკარიან გამოჩამდა. ფრანკო ბარეზი. ეს ლეგენდა არის მილანის. დიახ. ძმა ყავდა ჯუზეპე ბარეზი. ეს მთელი ცხოვრება მილანში იყო, ის მთელი კარიერა იმაში, ინტერში. ბავშვობაში ინტერი უნდა დამასაც, ხო და არა იყვანეს იმათ. მე წამოვიდა რა ექნა და მილანში. და გახდა მილანის ლეგენდა. ხო, მიუხედავად იმისა, რომ 13 ავტოგოლი ჰქონდა გატანილი, მაინც ყველა მეკარეს უყვარდა და ყველა მწვრთნელს. რაღაც საიმედო კაცი იყო. ბიჭო, ხო, აი სახელიც ისეთი კაცი იყო რა. სუოსაკიანი კაცი იქნებოდა ეგ. ხო, და ის ელიტური 4-ეულის წევრი იყო. ისე იგი ბარეზი, მალდინი, ოსტაპურტა და ტასოტი. მაგის გამო მილანში გააუქმეს 6 ნომერი. მოიცა, ახლა გაუქმებულებზე მივიდეთ, ხო, მაგის გამო 6 და მალდინის გამო 3. ოღონ მალდინის გამო რა ეწერა იცი იმ გაუქმების იმაში, ამბავში. ოქმში ეწერა რომ თავისი შვილი თუ გამოჩდაო, ან შვილია, მაშინ მივიცეთ 3 ნომერი და გამოჩდა შვილი დანიელ მალდინი და არ მისცეს 3 ნომერი. ამისას რა გააგდეს მილანიდან. ჯერ არ მი 27 ნომერი დაკვრა და მე გავდა. და რო გააგდეს, კარგად ათამაშდნენ, სადაც გააგდეს. ხო, ეს მერე მალდინი მეორე ამის შემდეგ წერს ოქროს ბურთის ნომინანტი. მაგრამ ის ვერ გადაასწრებს თავისივე თანაგუნდელი მილანში. ბარემ ნახა რა მოღებულ ნომრებზე ლაპარაკობთ. ვიღაცა არის კიდე აქ ამ ჩემპიონატზე. ალდაირია მეორე მხარეს 6 ნომერი ამოიღეს მაგის გამო იმაში, რომაში. ხო, ამოიღეს, ოღონ მერე ჩააცვეს ტროტმანს. ხო, იმიტომ რომ იყო მახსოვს. ხო, მაგრამ რაღაც პერიოდი ამოიღეს. ხო, რომაში 10 ნომერი ამოიღეს. ეს მე. ხო. კაი. აქ ვართ ბარეზია, ესე იგი მალდინია, ამათ ნუ ყველაფერი აქვს მოგებული და ბევრჯერ. ანტონიო ბენარივო არის ეს პარმას მცველია. მარჯვენა მცველი იყო თუ ორსე. ნაკრებში ძალიან ხშირად არის 23. აქ ის არის ყო ბუდიში გაწყვეტინებ. არგენტინას რო უნდა რა 10 ნომერს ამოვიღებთ ნაკრებში. და ორტეგა უნდა ჩაეცვა 24-25. აქ არ იქნებოდა, იმიტომ აქ მარადონა არის. მაშინ ამის მერე არის. ამის მერე იქნება. ხო. აქ ის არის საბაზრეთ, ანუ დაძაბული თვალებით მიუვარდა კამერას და ასე შემდეგ. ესე იგი ბენარივო თქვით, ნიკოლა ბერტი იყო ინტერის ფეხბურთელი, იქ ფლანგელი იყო და ამან ცენტრში შემოწია. საკის უყვარდა რაღაცა თავის ჭკუაზე გუნდის დაყენება. დინო ბაჯო იყო, იუვენტუსში ამ დროს და პარმაში გადავა.
მე დანა მოხვდება თავში ვიღაცა ტრიბუნიდან ისვის პოლონეთში. ჯაყვას თუ დედლს? არა, ჯაყვას. მჭრელი მხრიდან მოხდა თუ? არა, თუ ლიმონათის გასახსნელიდან? უის, ხო. დემეტრიო ალბერტინი გახსოვს? როგორ გახსოვს? ეს იყო კაცი მილანის ფეხბურთელი. ძელი პასი ჰქონდა, კარგი დარტყმა ჰქონდა, მაგრამ რაღაცნაირად ბეკარებს დამოღამებული ჰქონდათ ამის დარტყმები და ბევრი გოლი არა აქვს, 3 აქვს ნაკრებში. 31 აქვს მილანში, მაგრამ მეტიც შეიძლება. დონადონი იყო ესეც მილანელი. თავიდან არა იყვანეს გუნდში 14 წლისო იყო, ძალიან დაბალი იყო, 145 სანტიმეტრი იყო და ყველგან დაიწუნეს. ეგეთი რა, რამდენი ისტორია არის ეგ, ერთი და იგივე ისტორია რო ფეხბურთის. პატარა იყო და დაიწუნეს, მაგრამ უცებ მომდიცა ყველას რო თამაში შეუძლია. ხო, 90 საფეხბურთო კონკიას ისტორია არის. 90-ში ამან გაიტანა არგენტინასთან და 99-ში ერთხელ გონება დაკარგა, ხბა მოაძურეს იმაზე. წუნეროსთან თამაში. მომოტეხეს? ხო. აი. მაგრამ ნუ მე დაბრუნდა და აგერ ფინალში თამაშობს 5 წლის. რობერტო ბაჯო. ეს ფლორენციიდან რო გადავა ფიორენტინადან იუვენტუსში, იქ შეიზიზღეს ერთმანეთს. არეულობა დაიწყო ქალაქში. სპეცრაზმი და ხალხი დაერია ერთმანეთს და არ შეიზიზღეს, არა, მე ერთ თამაში ვიღაცამ გადმოაგდო ფიორენტინას კაშნი. ამან აიღო და აკოცა. მაგრამ ეს უკვე იუვენტუსს არ მოეწონა. რა იყო ახლა ესო? და გამოხტომა იყო. ხო. და ეს ნაკრებში არის, მე 18 არის 2000-ში აღარ ტრაპატონი წაიღო. დანიელე მასარო იყო, ამდიგმერია ეს ამ ფინალის იმაში გააფუჭებს. გოლს პენალტებში, თუმცა ერთი თვით ადრე ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2 გოლი გაიტანა. ბარსელონას 4-0 მოუგეს ეგ პერიოდი. ესენი არიან იტალიელები. გადავიდეთ იქ. ციტატ ისა მილანის ბაზარი და იუვენტუსისაც ალბათ. იქით კარში დგას ტაფარელი, რომელიც ხან რეჯანაში იყო, ხან იმაში იყო გალათასარაიში, ხან ეკლესიის გუნდში თამაშობდა კლუბოთ რო იყო. ბრაზილიაში? ხო, და ამ ჩემპიონატის წინ მე გუნდი არ ქონდა. და ჩემპიონი გახდა წმინდა ტაფარელს ეძახდა. იმ ეკლესიის გავლენით რა. და ეს არის რა მე რო გითხარი ბარბოზა რო თხოვდა შემოხვედრეთ შეუებს მივცემ. ხო. და წორხელმა რო უთხრა არ შეხვდეთ არსიად ჩემპიონატი. ჟორჟინიო ყავდათ ბაიერნის ფეხბურთელი, პასი გააკეთა ხევარ ფინალში, თუ მგონი გოლი პასი შვედეთთან. ალდაირი გითხარი. დიახ. ეს ალდაირი არ უნდა ყოფილიყო ამ ჩემპიონატზე, ოღონდ ის დაინტრა მოზერი. და ესეც დამტრეული იყო, მაგრამ ის ძალიან დამტრეული. უფრო დაინტრა და ეს წამოიყვანეს და აგერ ფინალში ითამაშა და მოიგო. მარსიო სანტოსი იყო. კიდე ესეც ხვის ტრავმის გამო გამოიყვანეს, გომესი იყო ერთ მცველი და იმის მაგივრა. და ეს მცველი კი იყო, მაგრამ პენალტებს უტყამდა კარგად. და გამაზა. პირველი პენალტი დაარტყმა იუნეს და ვერ გაიტანა. ბრანკო ყავდათ. ახსოვს? ბრანკო მახსოვს. სახელი მახსოვს თორე ისე. საყდენი ბრანკო და დუნგა. დუნგა როგორ არის? ეს ბრანკო იყო თითქმის მთელი წლის უთამაშებელი რა. დაასვენეს სპეციალურად. არა, კლუბო იყო და ამ ჩემპიონატის მერეც უთამაშებელი. ჩემპიონატზე არ ჩამოვიდა, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, ნიდერლანდებს ჯარიმიდან გაუტანა. წავიდა ისე უშევარი იყო. ხო, უთამაშები. დუნგა მეორე ამ დროს კაპიტანი ნაკრების ბრაზილიის და შტუტგარტში თამაშობს. და დიდი ხანია რა 86-დან ნაკრებშია და კიდევ იქნება 98-ში. დუნგა. ამ ნაკრებში არიან ზინიო და მაზინიო. ვა, რაღაც ჩირიკი და ჩიკოტელა. გუნდში ერთად იყვნენ პალმეირასში და პალმეირასი ამ დროს არის ბათუმში. რატო?
ისვენებენ თუ არა ეს ისე რა პალმირას აქ ხშირად ჩამოდიოდა საბჭოთა კავშირის დროიდან ხან ტყიბულის მეშახტეს ხდებოდა ხან ქუთაისის ტორპედოს და ამ დროს საქართველოს ნაკრებს ეთამაშა და ვა 1-0 მოგვიგეს პენალტი ვერ გაიტანა რეზო არველაძემ ხო და აქ თავარი ის არის რომ ამ პალმეირას იქ ყავდა ესენი ხო ყავდა ბრაზილიის ნაკრებს კიდე ვიღაცა ყავდა იმაში კოლუმბიის ნაკრებს აი გამახსენდება ხო და ამათ ამ პალმეირას 94 საქართველოს დედაქ ნატირებებს დენი არ არის და ვერ ურთავენ ბრაზილიის ნაკრების თამაშს რა ამ პალმეირას და ატაიხეს დებოში რაღაცა მაგიდები გადააყირავეს სასტუმროში თუ რა ფეხბურთი ჩაგვირთეთო ხო 94 წელია ეს დედა ნატირები ფეხბურთი ჩაგვირთ და მე ჩაერი ასლანა ბაშიძე და რაღაცები და მეორე ტაიმი აყურებიდეს რაღაცა ესეთი ამბავი პატარა ტელევიზორში შესაძლოა ხო ამ მაზინიოს შვილები არიან ისინი ტიაგო ალკანტარა და მეორე ალკანტარა ხო წინ რომარიო ყავთ ამ დროს ბარსელონაში არის და ეს რომარიო ვისაც არ ახსოვს იყო ალბათ გამორჩეული თავდამსხმელები იმით რომ ყველაზე ცოტა კონტაქტი ჭირდებოდა ბურთთან ყველას სწრაფად უშვებოდა ბურთს იმას რაც უნდა რომ ჩაფიქრებული ქონდა ხო ბურთს გაეკეთებ 5 გოლი გაიტანა ამ ჩემპიონატზე 3 პასი საგოლე და რომარიო ისეთი რაღაცა ეს ისტორიულად ისე მოხდა რომ რომარიო ტირე ბებეტო ერთი ის არის რა ერთი ორგანიზმი ილფი და პეტროვევით არის მანჩესტერში იორკი და კოული რო იყვნენ ხო იმან 3 გოლი გაიტანა და ბებეტმა აკვანი აქ და უდო საფუძველი ისეთ ეგოისტურ აღნიშვნებს რა და ჯამში ამათ ჰქონდათ 1400 გოლი გატანა ვის კაც ამ ორს რომარიოს და ბებეტს ცხოვრებაში ხო და ნაკრებში კლუბში ეზოში ატყუან როგორი თანაფარდობით იცი 1000 იმას ქონდა 400-იან და მე ორივე პოლიტიკაში წავ ვა ერთ პარტიაში არა მგონი ვიღაც კაფუ გამოჩნდა აქ შეცვალ შევიდა ვიღაცა და იმ კაფუ მერე გახდება ნახე კაფუ 2000-ში მერე იკაფუებს ხო წვრთნელი არის კარლოს ალბერტო პერეირა ეს 24 წლის იყო უკვე განას ნაკრების წვრთნელი იქ ისე ჩავიდა და რაღაცა ხო იცი გარემოებები აფრიკაში ხშირად იცვლება ანუ 24 წლის წვრთნელი ვიღაც ფეხბურთელებზე პატარა იქნებოდა ხო მე ცოტა ხარ ასიზანდა 24 წლის ბიჭნელი განაში და დაბრუნდა უკან მოხდა 70 წლის ჩემპიონატზე რაღაცა შტაბში იყო ესეც მონ რაღაცა უფრო ექიმის მიმართულება მე იარა და ანუ ის არ ქონდა ფეხბურთელის წარსულყა ხო არც ამას და არც იმას იტალიის ფრენს არიკო საკის ფეხსაცმლის ყიდა მამამის ეხმარებოდა მამამისი ის იყო ფეხსაცმლის მაღაზია ქონდა ხო და ჟურნალისტებმა ეს რო უთხრეს ამან თქვა მე რაო ეგო რა არის კარგი დიჯეი რო გახდეო ჯერ რომ არა აუცილებელი რომ ცხენი იყო თავიდან დიჯეი ანუ ეს ცხენზე ჟოკეი ხო ჟოკეი ხო დიჯეი ქვია მაგასაც ჟოკეი ქვია და დიჯეიში არის ჟოკეი დისკ ჟოკეი არის ხო მაშინ ნუ ხუმრობა ეგრეც გამოდის კაი მაგრამ ჟოკეიზე იტყოდა ალბათ ის ხო ალბათ ჟოკეი ხო დიჯეი რატო ჟოკეი ოდის ხო და ამას ჰქონდა თავისი ხედვა ფეხბურთის რა საკის ხო ეხლა თქვი ვიღაცას სხვაგან ათამაშებდა არა მარტო კი არა დამახასიათებელი რა იყო იცი დაცვის ხაზი მაღლა იყო აწევი ამის გუნდს რო ტრიბუნებიდან ჩანდა რომ ბურთი საითაც იყო გუნდი აი ეს რო წარმოიდგინე დიდი ბურთის ხო აი სულ რო ბურთის არ გეყურებინა მიხვდებოდი ბურთი საით მაძრ
ამაზე მე სხვა ჟურნალისტები ამბობდნენ, წინ არ უყურებდა თამაშს. ვინ? ეს იქ ხო იდგა ხასთან. უყურებდა დაცვა როგორ მოძრაობდა. შეტევაში თუ იყვნენ წასულები, ეს მაინც აქეთ იყო. მაინც აქეთ იყურებდა, ხო. ანუ ამის ის იყო რომ ფეხბურთში მთავარია სივრცე. ბურთი შენ ჭკუაზე ივლის. ასე თუ ისე, თუ შენ სივრცეები სწორად დაკავებ. როგორ გინდა ხარიბოსაკი შეეკამათო. ხო, თან ფინალშიც ახლა რანაირ ხალხთან პენალტებამდე მე. და მე კი ვიცით, აგერ ბაჯოს ცრემლები. კაი. აქ მოიგო პენალტებით ბრაზილიამ. რამდენი ხნის 24 წლიანი შესვენებისანი ახდა 4 გზის ჩემპიონი. ანუ ისევ დაწინაურდა ამ ჩემპიონთა რბოლაში. და წავიდეთ ახლა შემდეგი 98 ჩემპიონატი საფრანგეთში. საფრანგეთში გველოდება და ფინალისტები იცი რა გავიაროთ მანამდე. გზა რა არის ამათი რა ფინალამდე. გეტყვი ოქმი. მიდი ოქმი. ესე იგი ბრაზილია რუსეთს მოუგო ჯგუფში. უკვე რუსეთი არის, ახალი შეიჭდა. კამერუნს 3-0 და შვედეთთან ფრეითამაშა. აღარ ჭირდება. ხო. მერე ამერიკას შეხვდა. მოიგო. მერე ჰოლანდიას მოუგო და მერე ისევ შვედეთს შეხვდა. ხო. და მოუგო 1-0. იმათ ისინი გავიდნენ რაღაცა ყველა გუნდმა აიღო 4 ქულა, ისე ჯგუფიდან გამოვიდა იტალია. ირლანდიასთან წააგეს. მერე ნორვეგიას მოუგეს და მექსიკასთან ფრეითამაშა. ხო, ანუ 4 ქულა ესე ყველას ხო. და ვაკიდან გაზურა, ხო. გაძურა იმით, რომ გოლი ქონდა მეტი. ერთი გოლი, ერთი და მეტი. ვიდეოს ვიღაცა. და მერე შეხვდა ნიგერიასთან დამატებულ დროში მოუგო, მერე ესპანეთს მოუგო, მერე ბულგარეთს მოუგო. ხო, ნიგერიასთან ბაჯოს პენალტებით. მერე ვისო? ესპანეთი და ბულგარი. კაი, გადავიდეთ ახლა 98 წლის სოფლიო ჩემპიონატზე. იქ ამ ბრაზილიიდან ვიღაცები დაგხვდებიან. უნგარო ახსენე? ხო, არა მარტო. ხო, 98-ის ფინალში ახალი სტადიონი აშენდა. კაი ხანი ეგეთი აღარ. ხო, რაღაცა კაით დავიწყეთ. ხო. Stade de France აშენდა. მაგრამ კაი ამით თავდება, იმიტომ რომ ერთ-ერთი კლუბი არც ერთმა კლუბმა არ ცადა მაგ სტადიონის გამოყენება, საშინაო. დაპატრონება. ხო. რამდენი ხანი გავიდა იმის მერე, არავინ არ თამაშობს მან. და დაპყრობილი აქვს თიმებს რა, სელინ დიონი, რამშტაინი, ემინემი და ძაღლი და ღორი. ატარებენ კონცერტებს. ფეხბურთები ნაკლებ თამაშობს ხოლმე. ხო. არც რაგბის კლუბი, არც ფეხბურთის კლუბი, არავინ არ იყენ, არც ქალთა ფეხბურთის არც იმისაც. მსაჯი აქ არის, მაროკოელი მსაჯი აქ. მე ბაჟე კაცი, კაი კაცი. 80,000 მაყურებელი დაესწრო ფინალს და კი ვიცით რაც მოხდა. ჯერ მივიდეთ ამ ჩემპიონატზე რამდენიმე სიახლე იყო. აბა, ელექტროტაბლოები გამოჩნდა. მანამდე შეცვლა იყო ესეთი ხო, ორი იმით. ფიცრიანი კაცი გამოდიოდა. ორი პატარა ჯოხიანი და ზედ დამაგრებული ნომრებით, რომ ამან შეცვალა ის. აქ უკვე ელექტროტაბლო და ბოდიში. სამი ცვლილებაც აქ გააქტიურდა. სამი ცვლილების წესი და უკნიდან ვარდნაზე საჯებს უთხეს, რომ იწაცრები ყავით. წითელი არ დაგენანოთ. ხო. აქ საფრანგეთის მწვერეთნელი არის ემეჟაკე. ჟაკეტ, ესე იწერებოდა. ჟაკეტ, ხო. იმ სენტეტიენის ფეხბურთელი იყო, 5-ჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი 60-იანებში და მერე ბორდოს მწვრთნელი იყო 80-იანებში. აქ 3-ჯერ მოიგო, როგორც იმან მწვრთნელმა, ხო. კარში დგას ფაბიენ ბარტეზი. ხოტორა. მამაც და ბაბუაც მორაგბე ყავდა, მაგრამ ეს ფეხბურთელი გამოვიდა. ხო. 91-ში ქონდა დებიუტი, მაგრამ როგორც დებიუტანტ მეკარეებს იმართებათ
ნერვიულო. არა, მან ციტელი იყო, გონი ბორდოს ხდებოდა. 30 მეტრიდან გადაუგდო თავს, გამოუცდნენ მეტად. მაგრამ ნუ მე Manchester United-ამდე მიაღწევ შმეიხელს ეს შეცვლის და პირველი სეზონში კარგია. და ეს ამის და ბლანის ისა თავზე ამბორი ხო? ხო, ეს ამ ჩემპიონატის სავიზიტო ბარათივით გაიჩნდა. ერთი ხატება. იმ შმეიხელსაც იქ ძალიან კარგად ცვლის, კაი სეზონი აქვს, მარტო თასზე დაბრალდა ერთი გოლი. თამაშგარე ეგონა და არ გადახდა. ხელი აწია. ხელის აწევა მაგარი იციან მცველებმა და ამ შემთხვევაში ამანაც. დაცვაში იდგა ლილიან ტიურამი, მათი მამა, ხეფრენის და მარკუსის. ეს თავიდან მღოდლობას აპირებდა. ლილიანი? ხო. ვა. და პროფესორი არის თუ ეძახიან თუ რაღაცა ეგეთიც არის. ამან 4-ჯერ მოიგო იუვენტუსში ჩემპიონობა, მაგრამ 2 ჩამოართვეს. მოყვა მაგიმერხო, თუ ნაკადში მოყვა. ხო. აქ ამ საფრანგეთში ბევრია ეგეთი, ვისაც ან ჩამოართვეს, ან მიცეს, ან მოუწია. მაგალითად მარსელ დესაი მეორე მცველი, ეს იმ მარსელში ინაღამო ჩემპიონთა ლიგა წაართვეს. ჩემპიონთა ლიგა მოიგეს, მაგრამ მე ბერნარ ტაპი პრეზიდენტი ვინც იყო შარში იყო რაღაც ვეუნაირში და უნდა და წაერთმიათ, მაგრამ პატივისცეს, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა ამ მომენტისთვის, როცა ფრანგულ გუნდს ევროტურნირები ჰქონდა მოგებული. ანუ ქართულმა გუნდმა უფრო ადრე მოიგო ევროტურნირები. ნუ საბჭოთა ქართულ. ხო, მაგ მომენტისთვის არ ჰქონდა მოგებული ბერძნულს. ბერძნებმა სულად შარშან არ მოიგეს თუ შარშან ოლიმპიაკოს. მანამდე არ მოიგეს. არც თურქულს არ ჰქონდა 2000-ში მოიგებს გალათასარაი. არც ავსტრიულს არ ჰქონდა. ავსტრიულს ეხაც არა. ხო, მე ეს დესაიზე იყავი. დესაი წამოვიდა. მოკლედ ეს მარსელ დესაი კი ქვია, მაგრამ არც მარსელია და არც დესაი. ერთი წამით. ერთი წამ გავიაზრო. აბა, ეს არის აკრაში დაბადებული ფეხბურთელი. მე დედამისი გაყვა მეორე ჯერ გათხოვა. მეორე გათხოვა და ფრანგ დიპლომატს და იმან მისცა გვარი დესაი და მარსელი თვითონ დაირღვა. მე რაღაცნაირად მარსელში აღმოჩნდა იმ მარსელში რა. მე მილანში იყო, მე ჩელსის კაპიტანი იყო სხვა. ფრანკ ლებეფი, როგორ არ მახსოვს. ეს ძველი იყო და თან პენალტებსაც უყურდა. მე რაღაცნაირად ყატარში აღმოჩნდა სწორედ დესაისთან ერთად. ამათი გზა ყატარისკენ წავიდა. ბიქსენტ ლიზარაზუ ყავდა ფრანგს. ეგ ფრანგი არისო. ბასკი არის. ბასკი იყო, ხო, ბასკი ხო, ბასკეთი ხო რა. ნაწილი საფრანგეთია, ნაწილი ესპანური. ხო და ამ ლიზარაზუს ეს რა ქვია? ჭუბი უყვარდა რა, ყველას ეჭუბებოდა. შარიანი ტიპი იყო. ხო, ან მოედანზე იყო ის პროვოკატორი და თუ ის არ ეჭუბებოდა მოწინააღმდეგე, თავისიანებსაც ეჭუბებოდა. ნიკო კოვაჩს ეჭუბებდა. ბაიერნში, ხო. და დაცვით დადიოდა რაღაც პერიოდი საფრანგეთის ნაკრებში რო დათანხმდა თამაშს, ბასკთა ტერორისტული ორგანიზაცია დაემუქრა. და დაცვით დადიოდა, მაგრამ ამას არაფრის არ ეშეო ჯიუ-ჯიტსუ და ჭუბი რო უყვარდა ხო გითხარი და რაღაცა ეხლა კიდე ამ ბოლო დროს სკელეტონი დაუმატებია. ეგრე არა. სპორტი არა ესეთი რაღაცნაირი. ძალისმიერი? არა არის ძალისმიერი. ვარჯიშები? არა. სკელეტონი ის არის და ბობსლეი არა და სკელეტონი. ზამთრის სახეობა. მივხვდი, ასე თუ ის. ხო, ციგასვანა. დიდიე დეშამი ყავდათ ნახევარდაცვაში, ესეც ბასკი იყო. მართლა? ხო, იყო რა არის. არის. ნანტში თამაშობდა ამ დროს. იუვენტუსში, ხო, იუვენტუსში მე ეს არის ლეგენდა. ემანუელ პეტი გახსოვს? ცუდმეტი რომელი? კიკინიანი, ღია ფერის თმა ქონდა. ფინალში გაიტანა გოლი. მესამე გოლი მაგან გაიტანა.
ყველგან იყო 17 ნომერი. ეგეთი ფეტიში ქონდა. მონაკოში არსენალში ხო იყო? არსენალში 17 ნომერი. იმან წაიყვანა. ამ დროს მოდის არსენალში არსენ ვენგერი. ხო და პირველ წელს არა და მეორე სეზონში ეს დაიმატა რა. აქ 5 თამაში ითამაშა 6-დან. და 1 გოლიც გაიტანა, ხო. პირველი ცოლი ყავდა მსახიობი, ძმაც ფეხბურთი ყავდა, მაგრამ ძმა დაეღუპა რაღაც. გული გაუსხდა თამაშს 88-ში. კრისტიან კარამბე ეს ითვლება რომ ესეთი ფეხბურთელი ყველაფერი მოიგო ოღონდ სკამიდან. ხო, მაგრამ ამ ფინალში იყო. მეტი დამაჯერებლობისთვის უმეტს ვიყავი ყვითელი ბარათიც მიღებული აქვს ამ ფინალში, რა. ხო, ნიკ მასე ოქროში დაფიქსირებული. ორჯერ. ეს ითვლება ოკეანეთის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელებში მესამედ. ოკეანეთი რა შუაში? იქიდან იყო, იქ დაიბადა საფრანგეთის კალედონიაში. ვინსტონ რუფერმა გაასწრო და იმან ფრანკ ფარინამ, იმიტომ რომ ისინი იმ რეგიონის ნაკრებებში თამაშობდნენ. და ის უფრო მახსოვს ხალხს. მე მახსოვს ამას ეს ყავდა მოდელი ცოლი. ადრიანა სკლენარნიკო. ხო. ეს არ ღეროდა ჰიმს. იმაზე? ხო. ვა. იმიტომ რომ მე ადრე რომ მოგიყევი ადამიანურ ზოოპარკში. ხო. ბებია, მისი დიდი ბებია და ბაბუა იყვნენ თუ უიდეთ. კანგიაში. ხო. ხო. აქვე იყო ზიდანი. ხო. ნუ ზიდანზე ხა რა უნდა ვილაპარაკო. ყველაფერი აქვს მოგებული რამდენჯერმე, როგორც ფეხბურთელს, მე როგორც მწვრთნელს, შვილიც ბევრი ყავს, ცოლიც ლამაზი ყავს. კაი ხელფასია, კაი მანქანა ყავს და ახალი მობილურიც აქვს ალბათ. კი, რა, გოლები გინდა, გაძევება გინდა. სკანდალი გინდა, გმირობა გინდა. ხო, ზიდანი თუ არ იცის მაყურებელმა ეხლა რამდენიც უნდა ველაპარაკოთ ის სუმა ჯანჯალა იქ. კაი, დაფა მოატრიალე. ვიცით, მან დააკვირდი ზიდანის თავზე ტიერი ანრი ხო არ წერია? არა. ისკავსია ფერი. აბა, კაი. წინ სტეფან გივარში ყავდათ. ეს ცნობილია რომ ხშირად ტრაუმიანობდა. ხო. ცნობილია რომ პრემიერ ლიგის ანტიტრანსფერებში ერთ-ერთი მოწინავეა ნიუკასლმა რო ეს იყიდა და მხოლოდ 4 თამაში მოუწია იმ სეზონში. არც მახსოვს ამები. ხო, ერთი გოლი გაიტანა. ის იქაც ტრაუმის გამო თამაში არ იცოდა. მე ამ ტრაუმების გამო რომ მომეს და ფეხბურთი აუზებს ყიდით. გასაბერ აუზებს? არა, აუზებს ვაჟვარდოვან სანაპიროზე. ვიცი რას? აუზის მოწყობილობებს. ეს არის პომპა და რაღაცეებს? ვა. მე იყო ორი სომეხს ეძახდნენ, მაგრამ არ იყვნენ თლაცომხები. ჯორკეები და ბოგოსიანი. ესე იგი ბოგოსიანით დავიწყოთ. ეს უფრო სომეხი იყო. გვარიც. და ჯორკაეფი უფრო დიდხანსაც იყო. ჯარში იყო ლოკო, პატრის ლოკოსთან და კიდე ფეხბურთელთან ერთად. რაღაცნაირი ჯარი. საფრანგეთის ჯარში. ხო. ამის ორივე ბაბუა იყო გაქცეული, ერთი სამოქალაქო ომიდან გაიქცა რუსეთიდან. გონი თეთრებისკენ იყო ბაბუამის. მეორე თურქეთიდან გაიქცა როგორც გენოციდის. და ყალმუხიც იყო და პოლონელიც და რაღაც ესეთი კანარი. თუმცა სომხობდნენ რა. ორივე, იმიტომ რომ საფრანგეთის ხელისუფლება პარლამენტის ქვედა პალატამ როცა აღიარა გენოციდი. და მერე ყარაბაღის დამოუკიდებლობაც აღიარა იმან ქვედა. ამათ მადლობა წერილები მისწერეს. მერე ერთ შესარჩევში სომხეთთან მოხვდნენ ქვეჯგუფში და სომხეთთან თამაში რო ქონდათ იქ
ცოტა ხანი დარჩა 2 დღე. $100 აკრიბა ნაკრებში და რაღაც სკოლას საფული მე ეჩმიაძინ მოინახულა პრემიერ-მინისტრი დაყვება. ქაბაბი შეჭამა? ქაბაბი შეჭამა იმან პასპორტი მისცა სომხეთის. და ეს კარგად არის, ოღონ ის მოკლეს თქვენ ახევარს ის პრემიერ-მინისტრი. მაინც რანაირად დაამთავრა. არ გახსოვს პარლამენტში შევარდნენ ავტომატი. მებით ემირჭიანები და ესე. როჟე ლემერი ეუბნებოდა ამას ერთხელ უთხრა. როჟე ლემერი თქმელი. მე უცნელი კი არ ვიყავი, ფეხბურთელი ვიყავი, ნაკრებშიც გამომიძახესო საფრანგეთის. ვისე უნებოდა? ჯორკაის. და რატო ვერ ვითამაშე იციო? რატო ამაგიხდა? მამა შენმა დამამტვრია. ვა. ესეთი კაცი. თაობების ქიშპი. ქიშპი არა ეს. წამოაძახა მაინც რა. შულზე უკეთესვის უნდა უთხრა. მამის გლახას აქციები. ამ დროს კამზე არიან პატრიკ ვიეირა. უკვე არსენალში არის კაპიტანი არა. კრისტოფ დიუგარი, ესეც მოჭუბარი კაცი იყო. ხო. ოღონ ლიზა რაზუსკან განსხვავებით თავისიანებს არ ეჭუბებოდა, მაგრამ იქ ტერი და მოყვარის გარჩევა იცოდა. კი, ოღონ მტერში სერიას და ანდორას რო ეთამაშებოდნენ და სერიაში რო თამაშობდნენ, ერთნაირი ნებით ჭუბობდა. ეგეთი კაცი. ხო, ბოლომდე იხარჯებოდა ყველა ჯგუფში. კი. ბრაზილიაში გამოჩნდნენ ამ დროს ახლები რა, ეს წინა ხომ მოიგეს. ხო. მის მერე გამოჩნდნენ რობერტო კარლოსი არის აკვე ამ ფინალში, ლეონარდო არის, დენილსონი არის ბეტისში რო იყო გასულ. როგორ მახსოვს კაცო? რაღაც ფინტები რო იყო ხوارდა. რონალდო რო არის და ის რონალდო სამბაბზე მე ცალკე ცოტა კიდე მიუბრუნდეთ. უკვე ხო ვილაპარაკეთ, მაგრამ ზე რობერტო არის გასულ. კი, ბაიერში იყო. ბაიერში იყო, მანამდე ბაიერში იყო. ხო. ეს არის პირველი ჩემპიონატი, როცა ვებგვერდი აქვს უკვე თავის. ვა. იფან გააკეთა და კაი მონახულებადი ვებგვერდი იყო. რიკი მარტინი გამოაჩინეს ამ დროს. ჰიმნი მანი მოერა. და ლათინო პოპი და ჭირი მოაცია ფეხბურთში რა. ოპერის მერე ამდე დავეშ. კი, და დღესაც ვიმკით. კი. მაგრამ გოროთ მოქმედების შედეგი. ის სიმღერა არის ხო რიკი მარტინის 1 2 3 ალე. აქ მოხდა რომ ფეხბურთელის ვარცხნილობა გახდა მსოფლიო ტრენდი, მანამდე არ მოხდა რა. სალაპარაკო. ხო. და არა რატო ეხა ბაჯოს კიკინაც იყო ესეთი. ბაჯოსეული რა. ხო, მაგრამ კიკინა რთული გასაკეთებელი არის, იმას არაფერი არ. მიყვარ მამას მიაყვანინებ თავს დალაკთან და გამოგიშვებს ეს. თამაშს მეორე დღეს გაიყიდა 1,600,000 ეკიპი რა, ანუ საფრანგეთში ჟურნალი ხო რა. ყველა საინტერესო და ბაბიჭებო ხო ჩახდა. ხო. იმოცები და სიხარული ხო. ბრაზილიაში გაზეთები წერდნენ რომ რა დაემართა რონალდოს და წავიდა მე ეს დაემართა თუ ის. ჭორაობა და ტყუილ მართალი. ხო, ანუ პირველად მოიგო საფრანგეთმა მოიგო შინ. ის სტადიონი შერჩათ ხახვივით. მაგარი საფრანგეთი იყო მაშინ. აი ხალაც ხო მაგარი, მაშინაც მაგარი იყო. ხო. აბა ერთი გამოყევი იქ. როგორ მიადგნენ? კიდე უფრო მოვაწონოთ ეს ჩემ. აი, ბრაზილიამ ჯგუფში მოუგო შოტლანდიას და მაროკოს. ხო, ოღონ შოტლანდიასთან გონთან თავის კარს გაიტანეს იმათ ერთი გოლი. კი, ერთი აქედან რაღაც რომარიო ალბათ. ხო, მაროკოს მოუგო 3-0 და ნახე რა შემოდის? ნორვეგიასთან წააგეს, კი. 2-1. ო, ეკდალმა გაუტანა. ეკდალი კი არა. არა. ჰერტას ფეხბურთელი იყო მაინც, ერთი ფლომ გაუტანა და ერთი რაღაცა ეს მსხვერპლი გვარი. და მერე უკვე ჩილეს მოუგეს
პლეი-ოფებში დანიას და ჰოლანდიასთან პენლები. ჰოლანდია დაჭერილი ყავთ ეს ორი ჩემპიონატია. აპარტყუნებენ აქეთ იქით. იმათმა სამივე მოიგეს კლუბში. ხო. ეს სამხრეთ აფრიკა თავის გარშე რო გაიტანა პიერისა. მაგარი. სამხრეთ აფრიკა, მერე საუდის არაბეთი და დანია. ესენი ყავდა ჯგუფში. ხო. რიხიმ-რიხიმით გაიარა და მერე პარაგვაი, იტალია და ხორვატია. ხორვატიასთან ის ერთადერთი დუბლი ხო. და ამ ჩემპიონატზე ბომბარდირი გახდა შუკერი. შუკერი. რინჯოუს მედალს. ჩვენ ანრი რატო არ ვახსენე? მე რატო არ ვახსენე ანრი ამ ჩემპიონატში? არ ვიცი, შენ როგორ უნდა შეხედო ანრის თვალებში და არ ვიცი. ანრი მე მგონი იყო და ანრი იყო. ერთი ფინალში ერთი კუთხური მაგან მოაწოდა ზიდანმა დიდამა გაიტანა ორი. ხო, მაგრამ ერთი მოწოდება არ მახსოვს ბიჭო. ერთი მე მგონი პეტრს. ანრის იყო და ტრეზეგეც იყო. ხო, ტრეზეგეც იყო, მაგრამ ესენი ჯერ თინეიჯერი. ხო, აი ეს რა კაი ბიჭები არიან, ეგეთ ფეხბურთელები. აი ზუსტად რონალდო იყო წინაზე ეგეთი. აქ უკვე რონალდოა, მაგრამ ეს დაემართა მე გაზეთები რაზეც რა დაემართა რონა. ხო. მოკლედ ეს იყო ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მსოფლიო ჩემპიონატი. რომა და რიკი მარტინი. ოქროს ასოებით ჩაიწერებდა. არა რიკი მარტინმა მოსპობა. ყველა თავისი მაისურით რო გამოვიდა ეს. მაგრამ ელექტროტაბლომ კიდე უფრო ბავშვია ხო არა ეს. კიბერნეტიკა. ანუ საუკუნე დამთავრდა რა სიახლეებით ესე ელექტროტაბლო. სამი ცვლილება და ფეხებში ვარდნა აღარ გამკაცრება. ამის შემდეგ უკვე ახალი საუკუნეა და მივდივართ კორეაში და იაპონიაში. შემდეგ ვიდეოში ვისაუბრებთ მაგ ჩემპიონატზე და ასევე 2006-ის გერმანიის ჩემპიონატზე. აბა, დროებით, ამოიწერეთ, დააკომენტარეთ და ლაიქით, ასე შემდეგ.